7 წლამდე საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. 7 წლის შემდეგ კი სასწაულებრივად განკურნებულმა თავისი ცხოვრება უფალს მიუძღვნა. დაიბადა ერთ, მოღვაწეობდა მეორე და მეტსახელად მიიღო მესამე გეოგრაფიული ადგილის მეტსახელი. დაწერა ყველაზე დიდი სინანულის კანონი. მართლმადიდებლურ კანონიკურ ისტორიაში და საერთოდ ახალი ჟანრი, კანონი დაამკვიდრა. ეს ანდრია კრიტელია, რომლის შესახებ ახლა 5 ყველაზე საინტერესო ფაქტს მოგიყვები. ფაქტი ნომერი 1. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც 7 წლამდე საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. მისი მშობლები სასოწარკვეთილნი იყვნენ, ექიმები უძლურნი. თუმცა, როდესაც იგი 7 წლის გახდა, ერთ დღეს მშობლებმა ტაძარში წაიყვანეს, სადაც პირველი ზიარების შემდეგ მოხდა დიდი სასწაული ანდრია კრიტელის ცხოვრებაში. ბიჭი ამეტყველდა. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ იწყება ანდრია კრიტელის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ეტაპი და ფაქტი ნომერი 2-ც სწორედ ეს არის. იმ დროიდან მოყოლებული, რაც 7 წლის ასაკში ყრმამ მეტყველება დაიწყო, იგი გულმოდგინედ შეუდგა წმინდა წერილის და საღვთისმეტყველო მეცნიერების შესწავლას. ფაქტობრივად ამ ასაკიდან საკუთარი ხმაც და ცხოვრებაც ანდრიამ უფალს მიუძღვნა. 14 წლის ასაკში წმინდანმა უკვე იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. თავმდაბალი ბერი, მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით. ყველას აოცებდა თავისი ღვთისმოშიშებითა და გონიერებით, კეთილმსახურების გამორჩეული ნიჭით. იგი იერუსალიმის საპატრიარქოში მალევე მდივნად და ნოტარიუსად დანიშნეს. 680 წელს წმინდანი მთავარდიაკონის ხარისხში მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა, სადაც მართლმადიდებლური დოგმატების ღრმაცოდნაზე დაყრდნობით ანდრიამ ამხილა ერეტიკოსების ცრუ სწავლება. კრება ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ანდრია იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაიწვიეს და წმინდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად დაადგინეს. საინტერესო ფაქტი ნომერი 3-ც სწორედ აქედან გამომდინარეობს. ანდრია კრიტელმა შექმნა უამრავი საღვთისმსახურო საგალობელი, მაგრამ მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს, კანონს. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია სინანულის დიდი კანონი, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. არ მეგულება მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც დიდმარხვას ინახავს და ანდრია კრიტელის დიდი კანონით არ ხელმძღვანელობს. მარხვის პირველ კვირაში სერობებზე ეს კანონი ნაწილ-ნაწილ იკითხება. ამ კანონს დიდი არა მხოლოდ მოცულობის გამო, არამედ მისი შინაარსის გამოც ჰქვია. მეხუთე კვირიაკის ხუთშაბათს კი კანონი იკითხება მთლიანად. შემდგომ საუკუნეებში ანდრია კრეტელის ეს ჰიმნოგრაფიული ტრადიციები სხვა წმინდა მამებმა, მაგალითად იოანე დამასკელმა, იოსებ მგალობელმა გააგრძელეს, თუმცა ანდრია სამართლიანად ითვლება ამ ახალი საეკლესიო ჟანრის ფუძემდებლად. იგი რამდენიმე მთავარი მიზეზის გამოა დაწესებული ამ მნიშვნელოვან დღეებში საკითხავად. კანონი შედგება 250-ზე მეტი მუხლისგან, ანუ ტროპარისგან. წმინდა ანდრია იღებს მთელ ბიბლიას, დაწყებული ადამიდან და კაენიდან, მეფე დავითითა და ახალი აღთქმის სხვა პერსონაჟები დასრულებული და მათ ისტორიებს ადამიანის სულიერ ცხოვრებას და თავგადასავლებს პიროვნულად განაკუთვნებს. დიდი მარხვის პირველი დღეები ასევე ყველაზე რთულია. ეკლესია ამ დიდი გლოვითა და იმედებით ერთდროულად სავსე საგალობლით სულს ერთგვარ პოზიტიურ შოქსაც კი ჰგვრის, რათა ყველამ დავინახოთ საკუთარი ცოდვის სიღრმე, ვიგრძნოთ სინანული და მეორეს მხრივ შვება გამოწვეული ამ სინანულის შედეგებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საკმაოდ მძიმე გლოვით იწყება, ის სულიერი სასოწარკვეთილებით სულაც არ მთავრდება. ყოველი გალობის ბოლოს ანდრია მიმართავს ქრისტეს, როგორც მოწყალე მკურნალსა და მაცხოვარს, რაც მარხვას მაინც იმედიან განწყობას აძლევს. ასევე ეს კანონი 2 შაბათიდან 5 შაბათამდე და არა სხვა დღეებში იკითხება. წმინდა მამებმა ის სპეციალურად ჩვენ დაგვიყვეს, რადგან მისი ერთ დღეში ყოველდღე წაკითხვა ჩვეულებრივი რიგითი მორწმუნისათვის საკმაოდ რთული იქნებოდა. ამიტომ საეკლესიო ტიპიკონში ამ კანონის წაკითხვა ხდება 2 შაბათს, 3 შაბათს, 4 შაბათს და 5 შაბათს საღამოს, დიდ სერობაზე.
და არა პარასკევს, შაბათს ან კვირას. ეს განპირობებულია იმ მიზეზით, რომ პარასკევს სრულიად სხვანაირი მსახურება ტარდება, სრულდება პირველ შეწირულის ლიტურგია, საღამოს კი წმინდა თეოდორე ტირონის კანონი იკითხება. შაბათ-კვირა კი სადღესასწაულო დღეებია და მართლმადიდებლური წესით მარხვაშიც კი შაბათი და კვირა ლიტურგიკულად გლოვის დღეებად მაინც არ ითვლება. მეოთხე ფაქტი ანდრია კრიტელის კიდევ ერთ უდიდეს ლიტერატურულ ღვაწლს ეხება, რომელიც ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული დიდ სინანულთან და მარხვასთან. იცოდით, რომ სწორედ ანდრია კრეტელმა აღწერა პირველად მარიამ მეგვიპტელის საოცარი, დრამატული და სინანულით აღსავსე ცხოვრება. მან იერუსალიმში მოღვაწეობისას შეკრიბა ზეპირი გადმოცემები ამ მართლაც უდიდესი მეუდაბნოე დედის შესახებ. დედის შესახებ, რომელიც საშინელი სიძვისცოდვიდან უდიდეს სიწმინდემდე ამაღლდა. ანდრიას მიერ დაწერილი მარიამ მეგვიპტელის ტექსტი დღემდე იკითხება ეკლესიებში დიდი მარხვის მეხუთე კვირას, მისავე დიდ კანონთან ერთად, რასაც, ასე ვთქვათ, სახალხო ენაზე ანდრიას დგომასაც ვუწოდებთ. და ბოლოს ფაქტი ნომერი მეხუთე. ეს უკავშირდება ანდრიას საოცარ ცხოვრებას კუნძულ კრეტაზე. წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელიც სირიაში დაიბადა, მოზარდობაში იერუსალიმსა და კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა და ისტორიას ის მაინც კრეტელის, ან იგივე კრიტელის სახელით შემორჩა. რატომ? რადგან ის ამ კუნძულის მთავარ ეპისკოპოსი გახდა. ანდრიამ აქ ააშენა საავადმყოფოები, თავშესაფრები და თავისი ლოცვით კუნძული არაერთხელ იხსნა არაბი მეკობრეების თავდასხმებისგან თუ საშინელი გვალვებისგან. სხვათა შორის, ანდრია იმპერატორ იუსტინიანე მეორის ზეობის დროს კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინში გაუშვეს, სადაც მას მთავარ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და სწორედ ამ ახალ სარბიელზე გაბრწყინდა იგი, როგორც დიდი ღვთისმეტყველი, ქადაგებელი და ჰიმნოგრაფი. მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია კრიტელს დიდი მადლიერებით მოიხსენებს 17 ივლისს. ეს დღე სწორედ მის გარდაცვალებას უკავშირდება, მაგრამ კონკრეტულ წელზე, ანუ მიცვალების თარიღზე, საეკლესიო ისტორიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა მაინც არსებობს. ზოგნი 712 წელს ასახელებენ ანდრია კრიტელის მიცვალების თარიღად, ზოგნი კი 726 წელს. ამ ცნობების შესახებ წმინდანთა ცხოვრების მესამე ტომში ვრცლად წერია. არსებობს სპეციალური კონდაკი და ტროპარი ანდრია კრეტელისადმი. დაბერე მაღლად საყვირსა საღვთოსა გალობათასა და გამოჩნდი მნათობად სოფლისა, ყოვლად ელვარედ მნათობი, ნათლითა სამებისათა, ყოვლად ღირსო ანდრია, ვინა ყოველი გიღაღადებთ, მეოხებად ნუ დასცხრები წინა შეუფლისა, ჩვენ ყოველთათვის. კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა ყოშენ ქრისტემან, სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვის წამოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ანდრია, ევედრე ქრისტესა, ღმერთსა შეწყალებად, სულთა ჩვენთათვის. ამინ.